გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთი გიორგი კინწურაშვილთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. რუბრიკაში უცნობი ისტორიები, ვეტერან ფეხბურთელს თენგიზ ნორაკიძეს შეხვდებით. მიამბე აფხაზეთზე, დუტას ხირტლაძის მოგონებები აფხაზეთზე. 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტი ცხოვრობა, მცხეთობა აღინიშნა. სვეტი ცხოვრობა, კვართის დღესასწაული, მცხეთაში, სვეტი ცხოვრების საკათედრო ტაძარში იმართება. სვეტი ცხოვრობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად კვართისა, საუფლოისა და სვეტისა, ღვთივბრწყინვალისა და მირონ მდინარისა. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტი ცხოვრების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. 2021 წლის 8 ოქტომბერი ტრაგედიის დღედ იქცა საქართველოსთვის. ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამწუხაროდ დაღუპულთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად მთავრობის განკარგულებით 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. სამების საკათედრო ტაძარში ლოცვაც აღევლინა. ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამძიმრის წერილში დაწერა, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა. შევთხოვ ღმერთს, მოგცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისიწყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ნათქვამია საქართველოს პატრიარქის სამძიმრის წერილში. სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ეგრეთ წოდებული დელიმიტაცია დემარკაციის განხორციელებაზე. საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა. ამის შესახებ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54 რაუნდზე განაცხადეს. ჟენევის ბოლო რაუნდზე განხილვის მთავარი საკითხები ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების განთავისუფლება და ადგილზე გამწვავებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა იყო. განხილულ იქნა ასევე ადამიანთა უფლებების უხეშად დარღვევის კუთხით არსებული ვითარება, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში უცხოელებად დარეგისტრირების იძულება, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო განთავისუფლების საკითხი. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა ეგრეთ წოდებული გადასასვლელი პუნქტების გახსნაც იყო, რომელთა ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. თანათავმჯდომარეებმა და ქართული დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ორივე ოკუპირებულ რეგიონში ეგრეთ წოდებული გადასასვლელების უპირობო გახსნის აუცილებლობას. წინა რაუნდების მსგავსად, ამჯერადაც რუსული დელეგაციის დესტრუქციული პოზიციის გამო დისკუსია ჩაიშალა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ისეთ ფუნდამენტურ საკითხზე, როგორიცაა დევნილთა დაბრუნება. ჟენევის მოლაპარაკებების 54 რაუნდის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა. ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები. საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებით, სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე, ეგრეთ წოდებული დელიმიტაცია დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის არ გამოყენების ვალდებულება და პირნათლად ასრულებს კიდეც ამ პირობას. მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს ქართული მხარის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის ლაშად არსალიას თქმით, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება ადგილზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გარანტიაა.
ჩვენ ვართ ახლა ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე და ჩვენს უკან არიან ჩვენი ბავშვები, რომელთაც უყვება აქაურობის შესახებ. ნინი სანადირაძე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი, ჩვენ დიდი ხანია უკვე მეგობრობთ და ეს არის ილია ჭავჭავაძის განახლებული სახლ-მუზეუმი, ულამაზესი სივრცე და ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან პირველები, ვინც მოვიდნენ აქ ექსკურსიით. ეხლა რა არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი მომენტი, ეს სერია მუზეუმების დღების, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და მუდმივად იქნება და მეორე, მათი სკოლა რემონტდება და დაგვრჩა სულ რაღაც 20 დღე. და მინდა რომ ოქტომბერში ისინი შევლენ განახლებულ სკოლაში და იქამდე ცოტა გავუხალისოთ და სწავლებსაც არ მოვწყვიტო და ცოტა შემეცნება, ცოტა გართობა. თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მეტი ჩართულობა საზოგადოების ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი შესაძლებლობების და ნებისმიერი საჭიროების ადამიანებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია არა მარტო მუზეუმებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც და მათი სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვთვლით, რომ სხვადასხვა ტიპის ასაკის და სხვადასხვა ინტერესების ადამიანები ცოტა რთული იქნება ესე დავყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე წლების მანძილზე 10 წლეულები მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებთან დაკავშირებით და უპირობოა საკითხი, რომ აფხაზეთი საქართველოა, ნამდვილად გამიჭირდება იმის თქმა, რომ სხვა სტუმრებისა და სკოლის მოსწავლეებისგან განსხვავებით განსხვავებული მიღება შეიძლება შეხვედროდათ ამ ბავშვებს. პირიქით, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რომ მეხსიერების ისტორია, ინსტიტუციონალური მეხსიერება და ყოფითი მეხსიერება სანამ დროში შეზღუდულები ვართ აფხაზეთთან მიახლოებისთვის მუდმივად იყოს სამუზეუმო სივრცეში შესაძლებელი. ძალიან მომეწონა აქაურობა და კარგია რომ ასეთ მუზეუმებს ხსნით. მე ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზია აქაურობა, ყველაფერი აქ ილია ჭავჭავაძეზე. იდეა იყო ძველი ქართული ერთ-ერთი ძველი ქართული ტექნიკის აღდგენა, გაახლება და თანამედროვეობაში გადმოტანა. ანუ აქ არის მდგრადი მოდის მიმართულებაც რეალურად, იმიტომ რომ ის ასაცმელი, რომელიც უკვე აღარ მოგწონს და გვიპატარავდა, გაგვეხა დაიცვით და შეგვიძლია მისგან პატარა ნაწილი ამოვიღოთ და რაღაც სხვა ქსოვილთან მიკერების საშუალებით ახალ ქსოვილად გადავაქციოთ, ახალ შესამოსლად გადავაქციოთ, ახალ დეკორად გადავაქციოთ ჩვენი სახლისთვის. ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ სააგენტო, რომელიც არის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო, მხარდაჭერა და მოგვცა საშუალება იმის, რომ ეს 12 ქალბატონი, რომელიც გამოცხადებული ტესტების მიხედვით შეირჩა, მოგვიყვანა სახელოსნოში და რაღაცა დონეზე დაგვესაქმებია. მე მგონი ძალიან გაამართლა ნახავთ ნამუშევრებს 21-ში გამოფენაზე ქართულ ქალბატონებს აქვთ მიდრეკილება ხელსაქმისადმი. ეს ცოტა რთულია, იმიტომ რომ ძალიან პატარა ქსოვილებისგან შედგება, აწყობა დიდი ქსოვილის. ძალიან კარგად გაართვეს თავი. პროცესის თანამონაწილე და ერთ-ერთი მოსწავლე მე თვითონაც ვარ და ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ვორქშოპები, შევისწავლეთ სხვადასხვა ტექნიკები, ქვილს აქვს ბევრი სხვადასხვა ტექნიკა, რომლის გამოყენებას გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შევქნათ სხვადასხვა ფორმები, ორნამენტები და ეს გამოვიყენოთ მრავალმხრივად, როგორც ინტერიერის დეკორისთვის, ასევე ტანსაცმლის გასაფორმებლად. ამ პროექტის შესახებ გავიგე სოციალური ქსელიდან და ძალიან დამაინტერესა, იმიტომ რომ ქულთის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ასე დეტალურად არასოდეს არ მქონია შეხება. როგორც კი აღმოვჩნდი ამ პროექტში და პირველივე დღეს ესეთი საოცარი შთაბეჭდილება მქონდა, იმიტომ რომ
დამხვდა არაჩვეულებრივი გარემო, პროფესიონალიზმი პირველივე დღეს ჩანდა, იმიტომ რომ მარტივად ავიცვისე აბსოლუტურად ყველაფერი, შრომაწევადი იყო. მაგრამ პროცესის დროს არ ვიღლებოდი. ძალიან გამოყენებადია, იმიტომ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამომადგება პირადად მე. სხვადასხვა ნაჭრებისგან და ნარჩენებისგან შეგიძლია ისე თუნდაც დამუშევრების შექმნა ისეთი, რომელსაც მაგალითად მე პირადად ჩარჩოში დიდი სიამოვნებით ჩავისვამ და დავიკიდებ სახში. და რა ვიცი, ესე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში ვარ. უცნობი ისტორიები. რუბრიკაში წარმოგიდგენთ სპორტის ოსტატს, ვეტერან ფეხბურთელს თენგიზ ნორაკიძეს. ოჩამჩირის მკვიდრს, რომელმაც ერთ სივრცეში თავი მოუყარა ქართული ფეხბურთის ღირსეული ისტორიის ამსახველ მნიშვნელოვან ფოტოკადრებსა და დოკუმენტურ მასალებს. სპორტის ოსტატი, ოჩამჩირის საპატიო მოქალაქე, საზოგადოებრივი მოძრაობა, ოჩამჩირელთა კავშირ ერთობის დამფუძნებელი, არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი. ეს ტიტულები ვეტერან ფეხბურთელს თენგიზ ნორაკიძეს ეკუთვნის. ამ მიღწევების მიღმა კი ბედნიერი წლები თუ წარმატების მისაღწევად დაძლეული სირთულეებია. აქ რო შემოვდივარ, მახსენდება ოჩამჩირე და ოჩამჩირეს ახალგაზრდობა, ბიჭები, რომელსაც ჩვენ ერთად სწავლობდით, მუშაობდით, ცხოვრობდით, ქორწილში და იუბილეის დროს ვატარებდით. ეს ნახევარზე მეტი აფხაზები იყვნენ ბიჭები. ახლაც ბევრი სოხუმში არიან, ოჩამჩირელში არიან და ბევრი ისიც რომ მოივიდნენ, მაგრამ უხარიათ მაგას რა ჩვენ მას მუზეუმი რო გვაქვს. საინტერესო ბიოგრაფიის მქონე თენგიზ ნორაკიძე აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა ოჩამჩირის დინამოში დაიწყო. ის იყო ერთ-ერთი პირველი ოჩამჩირელი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს. 13 წელს ვიყავი, როცა მოვხდი უკვე ოჩამჩირეს დინამოს გუნდში. მაშინ იყო ის საქართველოს პირველობა. აფხაზეთის ნაკრებში და აფხაზეთის ნაკრებიდან მოხდი თბილისიდან ეს ახალგაზრდების ნაკრები ჩვენ წაგვიყვანეს მოსკოვში. ვინც მოეწონებოდა დატოვებდნენ, ნაკრებში აიყვანდნენ. მიშამის აიყვანეს ნაკრებში ახალგაზრდა, ხელაძე იყო ავტოის დინამო თბილისი და მე წავედი სობრინო წამიყვანეს სასწავლო პიატიგორში. პიატიგორში იქ რო ვსწავლობდი და გუნდში თამაშობდი. შემდგომ თენგიზ ნორაკიძის საფეხბურთო გზა იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში როსტოვის სკაში გაგრძელდა. სწორედ მისი მონაწილეობით საფეხბურთო კლუბმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ქალაქის პირველობიდან უმაღლეს ლიგაში გადაინაცვლა. როსტოვის გუნდში ვმოვხდი, როსტოვის გუნდი ახალგაზრდა გუნდი იყო. ახალგაზრდა გუნდი იყო და 1958 წელს ქალაქის პირველობაზე თამაშობდით გუნდი, მაგრამ გუნდი იყო უკვე როგორც ის საბჭოთა კავშირის გუნდები რო თამაშობდნენ ბეჯგუმში, იქ შეიყვანეს ეს ჩვენი გუნდი. და ჩვენ მოვხდით ამ 16 გუნდში. ჩვენ 4 თამაში მოვიგეთ, ერთი ფრევი თამაშეთ, ფრედ. და ბოლო თამაში ჰქონდათ სვერდლოვთან. ერთი ნოლს ვაგებდით და ისე გამოვიდა, რომ პირველ ადგილზე ავიღოთ და იმით უმაღლეს ლიგაში უფლება მივიღეთ, რომ აქ ვიყავ. მე ჩვენ გუნდში აიყვანეს ვიქტორ პანედელნიკი, ევროპის ჩემპიონი რო გახდა, ალეკ კაპაევი ნაკრებში თამაშობდა, იურო შეკუნოვი. და იქ რამდენი ფეხბურთელები აიყვანეს და გაძლიერდა გუნდი. მოგვიანებით ქალაქ შახტის შახტიორში განაგრძო თამაში და მალევე ამ გუნდის თავკაციც გახდა. ამის შემდეგ მე ქალაქ შახტში რო ის ამიყვანა იმ სერგეი ზალნიკოვმა, იმის შემდეგ გავაგრძელე და შახტიორში რო თამაშობდი, თამაშის შემდეგ უკვე ხელმძღვანელობამ მითხრა თუ გინდა დარჩიო ხელმძღვანელი გუნდსა. ახლა მეც დაფიქრდი და
უკვე ოჯახი უკავდა ესა და ოჯახი ვავარჯიშებდი 6 წელს ვავარჯიშებდი. მე იყო დევნილობის რთული წლები, უიმედობა, უსახსრობა, თუმცა თბილისში ჩვეული შემართებით განაგრძო ცხოვრება. თენგიზ ნორაკიძემ კოლეგების მხარდაჭერითა და თანადგომით დინამო თბილისის ვეტერანთა კლუბში დაიწყო მუშაობა. მშობლიური კუთხის მონატრებამ და შინ დაბრუნების სურვილმა კი საზოგადოებრივი მოძრაობა ოჩამჩირელთა კავშირ ერთობის დაფუძნება გადააწყვეტინა. საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულმა კავშირ ერთობის ოფისი სპორტულ მუზეუმს დაამსგავსა. თავი მოუყარა ქართული ფეხბურთის ღირსეული ისტორიის ამსახველ ფოტომასალებს, უნიკალურ სპორტულ ექსპონატებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციებს. აკრობა ჩვენ უკვე არის 12 წელიწადი. ეს ყველაფერი მე მოაგროვე, იყო ჟურნალისტი გარონ აკოპოვი 5 ოლიმპიადას ემსახურებოდა. და 60 წელიწადში რაც ჰქონდა მოგროვილი არქივი გვაჩუქა. ერთობა საპატიო და წარმატებული წარსულის მქონე სხვადასხვა პროფესიის ოჩამჩირლებს აერთიანებს და როგორც თენგიზ ნორაკიძე ამბობს, ის ქართველთა და აფხაზთა ძმობის ცენტრია, რაზეც მეტყველებს ოფისის კედლებზე გამოკრული წარმატებული ქართველი და აფხაზი ფეხბურთელების ფოტოკადრები. ჩვენთან საუბარში თენგიზ ნორაკიძე სიამაყით იხსენებს ოჩამჩირელ წარმატებულ ფეხბურთელებს და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს. უამრავი აფხაზების სურათები და უამრავი უნიკალური სურათები გვაქვს. აი ეს გვაქვს ეს არის საბუთი, რომელიც 1952 წელს ოლიმპიადაზე იყო მიწვეული საბჭოთა კავშირის ნაკრებში, როგორც მეკარე. ეს არის მაგის ხედავთ, აქ აწერია აფხაზი. 13 წელია მოთამაშე დინამო თბილისში. და ამას ბევრჯერ უთხრეს, გადახვედიოთ მოსკოვის დინამოში უნდა და წაყვანა, მაგრამ ვარ ითქვა. არაო მეო დინამო თბილისში დავიწყო, დინამო თბილისიდან მე არცად არ წავალ. ვეტერანი ფეხბურთელი ევროპის თასების თასზე თბილისის დინამოს ისტორიულ გამარჯვებაზე გვიყვება და მატჩის ერთ-ერთ გმირს ოჩამჩირელ ვიტალი დარასელიას იხსენებს. ეს იყო 20 წლის თავი, რომ ჩვენ ბიჭებმა ევროპის თასი რომ მოიგეს. ამ თასის დაპატიმრებული იყვნენ გერმანელი ფეხბურთელები. ეს სურათი რომ გავაკეთეთ, მე და ჩემ მეგობარმა შევიტანეთ იმას გასახდელში გერმანელებთან. გერმანელებმა ვინც თამაშობდა ბოლო თამაშს გერმანიაში, კრაუცეისი, ეს ფეხბურთელებმა მოაწერეს ხელი. და ერთ-ერთმა გერმანელებმა თქვა, ამან დაგღუპაო ჩვენო, ეს რო არ ყოფილიყავო, ჩვენ მოვიგებდით, ერთი წუთს ვიგებდით და მოვიგებდით ესა და აქ მოაწერეს მარტო ხელის მოწერა აქ სულ ყველა ის ფეხბურთელები, ვინც ბოლო თამაშს თამაშობდნენ 91-ში, რო იყვნენ გუნდში. და იმის გარდა უფლება მივეცი მარტო კოტე ვახარაძეს. თენგიზ ნორაკიძეს დღესაც აქვს ურთიერთობები აფხაზ კოლეგებთან და მომავალში ერთობლივი თანაცხოვრების იმედს არ კარგავს. ჩვენ კავშირი გვაქვს, აფხაზებთან კავშირი გვაქვს. ისინი იციან, რომ ეს მუზეუმი რო არსებობს. თვითონაც ხედავენ, რომ ჩვენ სულ ყველას რო ვიხსენებ. ამ ალბომზე იყო საუბარი. ეს თვითონ თავის ხელით ხოლმე გაკეთებული საწყალ მარგანია მეკარეს. და 271 სურათია გაკეთებული ეს ოლიმპიადაზე რო იყო მოსკოვის დინამოზე და ეს გვაჩუქეო მეუბნებიან მე. ჩვენ თუ ერთად სწავლობდით, დავიბადეთ, მუშაობდით, ერთ გუნდში თამაშობდით, ჩვენ ერთმანეთის თან არ შეიძლება ისეთ რომ კლავდეთ. არა, ეს არ არსებობს ესა. სიმართლე რომ თქვა, მე ვფიქრობ და მაგ იმის იმედი მაქვს, რომ ეს უყლავო ჩავიტანოთ აფხაზეთში, ჩუქნით მაგნებს და ერთად გავაკეთებთ მუზეუმში. აქ რო გვაქვს ჩვენ უნიკალური საბუთები რო გვაქვს, არავინ არც ერთ ქალაქში არ აქვს არავინ ასეთი საკუთარი
მუზეუმი არ ამიწერავს. ვეტერანი ფეხბურთელი არაერთი სპორტული ღონისძიებისა და აქტივობის ორგანიზატორი და თანამონაწილეა. მიუხედავად ხანდაზმულობისა, დღესაც არ ჩერდება და მომავალში ახალ ტურნირს აანონსებს. ამჯერად ნარდის ჩემპიონატს ვეტერანი ფეხბურთელების მონაწილეობით. ადრეებას სახელობის ტურნირის ჩატარებას ვაბირებთ. აგვინდა ჩვენ აფხაზურად რომ დავწეროთ ადრეებას სახელობის თასი რო არის. ახალგაზრდობამ რო იცოდეს რომ ჩვენ რო ჩავატარებთ, ჩვენ ამ სურათებს და იმას გაუგზავნით მეგობრებს. სოხუმში, მოსკოვში არიან ბიჭები, მაგნებს გაუგზავნით და რომ ეცოდინებათ, რომ ეს კაცი მარტო მაგნებს არ უყარდა, ჩვენ სულ და გაზრდილი ერთად ვიყავით და იმიტომ მას ხშირად სტუმრობენ ცნობილი დინამოელები. სულ ახლახანს ბატონ თენგის 86 წელი შეუსრულდა. ვეტერან ფეხბურთელს პანდემიის მიუხედავად საკუთარი თანაქალაქელები და კოლეგები ეწვნენ და მოკრძალებულად მიულოცეს დაბადების დღე. პირველ რიგში მინდა ბატონ თენგის მიულოცო დაბადების დღე. ჯანმრთელობა უსურვო, კარგად ყოფნა უსურვო. ეს აი მისი დაწყებული საქმე, რასაც ის აკეთებს, ეს დაუწყარი იქნება, ეს ჩვენ არ ვიქნებით ამ ქვეყნად, მაგრამ ეს თაობიდან თაობას ალბათ გადაეცემა. დიდი მადლობა ბატონ თენგის ამ თქვენი ამ შრომისათვის და რა ვიცი, რა გითხრა, ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში და კარგად ყოფნას. რაც შეეხება ახლა ფეხბურთის გარშემო, აქ რო ადამიანი შემოდის, ალბათ აი ვისაც ოდნავ უყვარს სპორტი, ფეხბურთი, ალბათ სადღაც ისეთ სიხარულით მეცხრეცაზე აღმოჩნდება, რომ აქ ყველა თითქმის რაც საქართველოში მოხდა რა კარგი, ყველაფერი ასახულია აქ და შეგროვილი აქვს და მოტანილი აქვს. ეს ის მუზეუმია, რომელიც შეგვიძლია ერთ დიდ ვაგონში დავდოთ და თემ სოფლიოს ჩამოატარო და ნახონ, ვინ არის ქართველი ხალხი, ვინ არის ქართველი ფეხბურთელები და ვინ ასეთი პიროვნებები, რომელიც ფეხბურთს ასე ამდიდრებენ და აქ იმხელა სიმდიდრეა ფეხბურთელების, რომ წარმოედგინოთ, რომ თავისუფლად შეგვიძლია შევეჯიბროთ ნებისმიერ სახელმწიფოს ჩვენი ვარსკვლავებით, ჩვენ მიჩვეული ვართ ფეხბურთელები, რომ ყავდეს ყოველთვის უფროსი პედაგოგი, ლიდერი, რომელსაც აქ თავისი სტრატეგია, თავისი გზა, რომელიც ამდიდრებს ფეხბურთს. და ეს პიროვნება მინდა ჯანმრთელობა უსურვო. ყოველ წელს გამდიდრებული იყოს აქ სურათები ახალგაზრდა თაობით და ეს დიდი ბუკეტი, მიამბე აფხაზეთზე. ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი დუტა სხირტლაძე განსაკუთრებული ემოციითა და სიყვარულით საუბრობს აფხაზეთზე და როგორც თავად ამბობს, მისი აფხაზეთი განსხვავებულია. აფხაზეთის თემა ჩემთვის განსხვავებულია იმ ადამიანებისგან, ვინც იქ დადიოდა დასასვენებლად დაუშვათ სანატორიუმებში ან რაღაც. მე დავდიოდი სახლში. მე მიდიოდი დეიდასთან ყოველთვის, სადაც ჩემი სახელის ნათლია დათუნა ცხოვრობს, ჩემი იგივე ძმა დეიდაშვილი ქობალია და ეს ხდებოდა გალში, მთელი ჩემი ცხოვრების ნახევარი ალბათ გატარებული მაქვს გალში. იქ ვარ გაზრდილი. აი ჩემთვის აფხაზეთი არის მეორე სახლია. მართლა ისე არ არის. ბებია ნიურა ბებია კოცილიძის ქალი. ეს დამხვდებოდა ხოლმე ეს თავზე იცოდა ეს ხელი შემოვლება ყოველთვის მიკვირდა, იმიტომ რომ კომუნისტების დროს ეს რა იყო პინჯოს გადამწერდა და თავზე სამჯერ ხელს შემომავლებდა ხოლმე. აუცილებლად ბაღში მუშაობდა, წინა ეზოში, რომელსაც აუცილებლად რაღაც თუ არ იყო ჩაიში, რომელს დიდით 5 საათზე დგებოდა და გადიოდა ხოლმე. ჩემ ცურვა აფხაზეთში ვისწავლე, ნადელში დავდიოდი ხოლმე ბავშვებთან ერთად, ფეხბურთის ფეხშველი თამაში იქ ვისწავლე. რა ვიცი, პირველ გალში იქ რაღაც ბაძა იყო, სადაც ავდიოდით ხოლმე და ვარჯიშობდით, დილის 6 საათზე ავდიოდით ხოლმე და ბიძაჩემთან ერთად ვარჯიშობდით კარატეზე სხვათა შორის მაშინ და იქ ვისწავლე პირველი კულბიტი და ყველაფერი რაც კი
მეცაც გეტყვი ზრდილობაც იქ ვისწავლე. იმიტომ ჩემთვის აი დათუნას მეგობრის ან ჩვენი მეგობრის სახლში რომ შევდიოდით ხოლმე დიდი ბაბუა ყავდა. აღარ მახსოვს სახელი სამწუხაროდ ამ კაცის, მაგრამ ჩემთვის იყო ესეთი დიდი ულოშები ქონდა. აუცილებლად ეხურა თავზე ქუდი და ჯარგვალში იჯდა ხოლმე ჯოხით, გამოწყეპილი ქამრით, ვერცხლის ბალთიანი ქამრით იჯდა ხოლმე ეს ჯოხზე დაყრდნობილი და იყო ასაკში საკმაოდ. პატარა ბიჭები შორტებში შევრბოდით ხოლმე, შევირბენდით რაღაცა, რომ შევიდოდით აუცილებლად უჭირდა, მაგრამ ამას აუცილებლად გააკეთებდა და ეს მე წამოდგებოდა და მოზოჯ პატილ დოზოჯით გვეტყოდა ხოლმე, ანუ თქვენობით მოგმართავდა და ფეხზე გვიდგებოდა, იმიტომ რომ კაცი შევიდა ოჯახში სხვა ღირებულებები არსებობდა და ამის შემხედვარად ცოტა სხვანაირად მოქცევას იწყებ. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ეს არის აფხაზეთის ტერიტორია, სამურზაყანო გალი. სამწუხაროდ სახლი აღარ არსებობს, დაიწვა, მაგრამ ის მოგონებები, მანდარინის მოპარვებით და წყლის მოვარღელე რომ მოვარდებოდა ხოლმე და მე აბა მან ვისწავლე ნიჩბის ხმარება, იმიტომ რომ თელი ეზო გვაქვს მოსუფთავებული მე და ჩემი დედაშვილს, დღეში 20 ურიკა უნდა გაგვეტანა. მქონდა პერიოდი, როდესაც სოხუმის თეატრშიც ვიყავი ბატონი დიმე ჯაიანის პერიოდში, აცხონოს ღმერთმა. ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ იმ ადამიანებთან შეხება გქონდა, მეგულად ლაპარაკობდით ხოლმე, მე ჯუმჯუმად განაცემს ბამუჭო და დამავიწყდა, ასეთ მოჭყორდ მարգალი ვარ. მე მგონი ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ისე ძალიან უნდა გავძლიერდეთ, რომ თვითონვე მოისურვონ, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ, ისევე როგორც ოდითგანვე ყოფილან. და ის რაღაცა თითიდან გამოწოვილი ის კონფლიქტი, რომელიც შემოგვიგდეს, ეს უნდა დავამთავროთ ისე, როგორც ისტორიულად აკეთებდა ხოლმე საქართველო ყოველთვის, რაც უფრო ძლიერები ვიქნებით, ხო? მით უფრო მალე ვიქნებით ერთად. მე მგონი ნელ-ნელა დრო მოდის, ვეტყოდი იქაურ მცხოვრებ ქართველებს, იქაურ მცხოვრებ ეთნიკურ აფხაზებს და ყველა ადამიანს, ვინც დღეს ამ ხელოვნური საზღვრის მიღმაა, კარგად გავიაზროთ, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად შეგვიქმნეს, კარგად გავიაზროთ ისიც, რომ ჩვენ ერთმანეთის სამტრო არაფერი არ აგვაქვს, ძმებს შორისაც ხდება ჩხუბი და მე რიგდებიან ხოლმე. მაგრამ მენატრება მანდაურობა. ძალიან მენატრება. ერთი სული მაქვს, როდის გავივლი აფხაზეთის ნებისმიერ კუთხე კუნჭულში. იქ ხითანაც რომ მივსულვარ ხოლმე, იქ გამივლია, იქ ეს რო გახსენდება რა. და ნოსტალგია ბავშვობის ადამიანს ხო აქვს ნოსტალგია და ჩემი ნოსტალგია პირდაპირ მარტო თელავს არ უკავშირდება. ჩემი ნოსტალგია პირდაპირ რადგან ვიცი რომ ვერ მივდივარ მარტო იმას უკავშირდება, რომ თელავს ჩავირბენ და ამას აღვიდგენ და იქ რომ ვერ ჩავდივარ, მთელი ჩემი ნოსტალგია, ჩემი ის ტკივილები და ის ბავშვობის ბედნიერებები პირდაპირ აფხაზეთს უკავშირდება და ძალიან მენატრება. ძალიან მენატრება ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს იქ არის და ვერ ვნახულობ, თუმცა ხანდახან შევეცდებით ხოლმე რომ რაღაცა კომუნიკაცია დავამყაროთ და ყველას მოგიკითხავთ მთელი ჭავჭავაძის ქუჩას პირველ რიგში. 36-ის აქეთ-იქით ირგვლივ, ყველას აბსოლუტურად. ძალიან მენატრებით ყოველი კენჭი და იქითკენ მაზუთიანი და გზაც კი მახსოვს ბოლომდე და ის ვიბრაციებიანი რკინის ხიდი სოსოს სახლთან. ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულდა. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.